რაც საქალაქო სასამართლოსთან ირაკლი ღარიბაშვილის ავტომობილი გამოჩნდა. ახლა მაყურებელი, რასაც კადრში ხედავს, ეს შავი ჯიპი არის სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის, ის სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად მოვიდა საქალაქო სასამართლოში, თუმცა კადრით მიხვდებით, რომ ის ავტომობილში ზის არ გადმოსულა და ელოდება სავარაუდოდ იმ დროს, როდესაც მიიღებენ მითითებას, რომ პროცესი იწყება და ამის შემდეგ გადმოვა ავტომობილიდან და შევა სასამართლო დარბაზში. უნდა აღინიშნოს ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულად აქამდე დათქმული შესასვლელით არის სარგებლა ყველა მოწმე, ვინც აქამდე საქალაქო სასამართლოში მოსულა და ყველა პირი ბრალდებული, ვისი სასამართლოს იმართება, ყოველთვის სარგებლობს მთავარი შესასვლელით. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში ის უკანა შესასვლელით შევა საქალაქო სასამართლოში, მას დახვდა მანდატურების სამსახურის ხელმძღვანელი დავით მატიაშვილი. სწორედ მან მიუთითა ის ადგილი და შესასვლელი, საიდანაც უნდა შევიდეს საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილი. ავტომობილის გარშემო არიან ახლა სახელმწიფო დაცვის წევრები, რომლებიც ელოდებიან სწორედ მითითებას, როდის უნდა შეიყვანონ ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო დარბაზში. ადვოკატების ინფორმაციით სავარაუდოდ სასამართლოს სხდომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს კომენტარს, სავარაუდოდ ის მედიასთან დადგება და ვცლად ისაუბრებს იმ ბრალზე, რომელიც მას დღეს უკვე მთავარმა პროკურორმა გააცნო საზოგადოებას და შესაბამისად პირველ პოზიციას დააფიქსირებს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც მას სახელმწიფო ედავება. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს სწორედ გენერალური პროკურორი იყო ის, ვინც წარუდგინა და გააცნო საზოგადოებას ბრალდება, რასაც სახელმწიფო ყოფილ პრემიერს ედავებიან და დღესვე ირკვევა, რომ სასამართლო დარბაზში პროკურორები დააყენებენ ღარიბაშვილთან დაკავშირებით 1 მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ პატიმრობის ნაცვლად, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ახლა გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ ადვოკატების პირველი კომენტარი, რა პოზიცია ექნებათ ბრალდებასთან და ასევე იმ მოსალოდნელ გირაოსთან დაკავშირებით, რასაც პროკურატურა დააფიქსირებს და კვლავ დაგიბრუნდებით. როგორი არის თქვენი პოზიცია გირაოსთან დაკავშირებით? ირაკლი ღარიბაშვილი ეთანხმება პროკურატურის გადაწყვეტილებას? გირაოსთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ აღკვეთ ღონისძიებას. რაიმე ალტერნატივას ხომ არ შესთავაზებთ სასამართლოს? დავაფიქსირებთ. განცხადებას გააკეთებს ბატონო ირაკლი? იტყვის სასამართლო დარბაზში, რომ აღიარა დანაშაული? ნახოთ. აღიარებს დანაშაულს, ხომ ესე ამბობს ბატონო ირაკლი პროკურატურა მას გააკეთებს ღარიბაშვილი. თქვენი პოზიცია როგორი იქნება აღკვეთთან დაკავშირებით? აღკვეთთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი შუამდგომლობა, რომელსაც შუამდგომლობა აღკვეთის გარეშე გინდათ დაატოვოთ ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო? გავაჟღერებთ სასამართლო პროცესზე, როდესაც არ აქვს 1 მილიონი რომ გადაიხადოს ხალბატონო. გავაჟღერებთ, არ მალავთ, იმიტომ რომ ჯერ პროცესი არ ჩატარებულა, არ მალავ, გეთავოთ. შედის, ხალხო შედის. ახლა უყურებთ კადრებს, როგორ შევიდა ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ სასამართლო დარბაზში. მას სპეციალურად გამოვიდა მასთან მანდატურების სამსახურის ხელმძღვანელი. მან მისცა მითითება, რომ უკვე შეეძლო მას ავტომობილიდან გადმოსვლა და სასამართლო პროცესზე შესვლა. ასეთი არის ახლა აქ არსებული მდგომარეობა, როგორც ნახეთ, ჯიპით მოვიდა ყოფილი პრემიერი სასამართლოში და ახლა სავარაუდოდ ამ წუთებში ეკა ბარბაქაძე მოსამართლე გახსნის სხდომას. ვინ მოვა ირაკლი ღარიბაშვილის საგულშემატკივრად, არ ვიცით, ამ ავტომობილიდან მისი მეუღლე არ გადმოსულა, მასთან ერთად არ დაგვინახავს. შესაბამისად საინტერესოა, ვინ დაესწრება პირველ პროცესს ყოფილი პრემიერის. უკვე შევიდა ირაკლი ღარიბაშვილის შენობაში, ვიცით, რომ პროკურატურის შუამდგომლობა იქნება 1 მილიონის გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება.
ხელისუფლება ჯერჯერობით პოზიცია არ აქვს ადვოკატებს რა საპასუხო განცხადებებს და შუამდგომლობებს დააფიქსირებენ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საზოგადოების ინტერესი მაღალია და შესაბამისად არ არის გამორიცხული რომ დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის შემდეგ უკვე მედიასთან განცხადებები გააკეთოს. დიდი მადლობა ნინო, ეს იყო ნინო ღვედაშვილი. ნინო, ჩვენ მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით. ვნახოთ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები. მას ასე თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება უპრეცედენტო პროცესი ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. აი თქვენ ნახეთ კადრი, ავტომობილიდან გადმოდის ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ის შედის მან ისარგებლა უკანა შესასვლელით, არა ცენტრალური შესასვლელით, როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა პირების შემთხვევაში და ნახოთ რა განმარტება შეიძლება ჰქონდეს მას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს პირველთან გელაშვილის გაკეთებული კომენტარი, სადაც ის აანონსებდა, რომ საზოგადოება ნახავდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის განმარტებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ძალიან მალე დაიწყება ეს პროცესი. ღარიბაშვილი დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ უკვე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში. ის ძალიან მალე დაჯდება განსასჯელის სკამზე. ივანიშვილის მიერ პრემიერად ორჯერ წარდგენილი პირი და საქართველოს მთავრობის ყოფილი პირველი